მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებათ საპროტესტო აუდიტორია. მადლობა რომ მობრძანდით და ესწრებით ლექციას. დღევანდელი ლექციის თემა არის როგორ გვატყუებს სოციალური ქსელი და ჩვენი სპიკერი იქნება დოდი ხარხელი. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. მადლობა სპიკერს. ის ლაივი არის იგი ბატონო. სწორად გავარ. გამარჯობა. გადმოჩვენეთ. გამარჯობა. მთელი ეს რამდენი დღე უკვე 150 თითქმის სულ ძალიან მომწონს აქაურობა რა ესე წინ და უკან დავდივარ ხოლმე და აქაც ყოველთვის უსმენ ვინ გამოდის და აი დადგა დღე 150 მერვე დავაზუსტე როდესაც მეც მომეცა შესაძლებლობა და ბევრს ფიქრობდი რა არის ის ინფორმაცია რისი გაზიარებაც მომინდება ამ აუდიტორიისთვის და ძირითადად მივედი სოციალურ ქსელებზე და მათ ალგორითმებზე. თუმცა სადამ აქამდე მე ვარ, ჯერ მოგიყვებით საერთოდ ვინ ვარ რა ვარ. დოდი ხარხელი ვარ, როგორც უკვე წარმატკინა მეგობარმა. და ჩემი მთელი ცხოვრება არის დაკავშირებული სოციალურ ქსელებთან, ინტერნეტთან, ინტერნეტ მარკეტინგთან, ონლაინ კომუნიკაციებთან და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი რაც ინტერნეტში ხდება. ბოლო პერიოდში აი ტელევიზიაში თუ რაღაც მედიაში ხშირად მაწეპებენ ხოლმე იარლიხს აქტივისტი. ამას აკეთებ მარტო მე არ მიკეთებ, ყველას გვიკეთებენ ხო ვისაც თანაც აქ რაღაცას ჩაწერენ, ან რაღაც მიიწერენ, მიიწვევენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველამ დავკარგეთ ეს ჩვენი სახე, პიროვნება, ყველაფერი და გადავიქეცით აქტივისტებად. და ეხლა დავიწყე ამას წინააღმდეგ ბრძოლა, მოკლედ თქვენს გირჩევთ, თუ ვინმე ჩაგწერთ მედია, ჩაგწერთ, არ უთხრათ რომ აქტივისტი ხართ, უთხრათ ის რაც ხართ სინამდვილეში ხართ ექიმი, მასწავლებელი, რაღაც კომუნიკაციის სპეციალისტი, ინჟინერი, მოკლედ აქ ჩვენ არ ვართ აქტივისტები, ვართ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც უბრალოდ გვიწევს აქტივიზმი. ხო, მოკლედ იმის გამო რომ ეს რამდენიმე თვეა ძირითადად მთელი ჩემი საქმიანობა მაინც პროტესტის ირგვლივ ტრიალებს. მიუხედავად ამისა, მოკლედ ჩემი ძირითადი საქმე და ინტერესი, სიყვარული, ყველაფერი არის ინტერნეტი და ონლაინ კომუნიკაციები. და აი, როდესაც კოვიდის პერიოდი იყო, მახსოვს, მეგონა რომ ჩემი საქმე არაფერი არ არის რა, ანუ არაფრად არ ღირს და არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექიმების საქმე, ისინი მართლა ასეთ საქმეს აკეთებენ, ისინი აკეთებენ თუ აკეთებენ. მე დიდ არაფერს არ ვაკეთებ. არჩევნების შემდეგ პერიოდში იგივე გრძნობა მქონდა იურისტებზე, იმიტომ რომ მეგონა რომ იურისტები არიან მთავარი ადამიანები, ვინც გვჭირდება და არავის არაფრად არ სჭირდება კომუნიკაციები და მარკეტინგი რა. ამარ დადგა დღე ისე როგორც უკვე ვთქვით 152 და ნელ-ნელა ჩანს რომ ბევრ რაღაცაში ვიგებთ, ბევრ რაღაცაში ვაგებთ, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი რჩება ინტერნეტი და ერთმანეთთან კომუნიკაცია საერთოდ და ეს ის ნაწილია, სადაც რაღაცნაირად ძალიან გაყოფილები ვართ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც და პროტესტის საზოგადოებაც და ამას თავის მიზეზები აქვს და ამ მიზეზებზე და ზოგადად ამ ყველაფერზე მინდა რომ დღეს გესაუბროთ. თუ ამ შეხვედრის მერე, ამ ლექციის მერე იფიქრებთ, რომ უი ეს ლატენტური კოდსი ყოფილა, სავარაუდოდ წარმატებული გამოდგება ჩემი ეს ლექცია, იმიტომ რომ ზუსტად ეს რადიკალური ანუ ის რა ყველაფერი მოკლედ რაც ამ რადიკალურ აზრებს ქმნის ჩვენისასაც და სხვისასაც სწორედ ეს არის ჩემი დღევანდელი ლექციის ერთ-ერთი თემა. მოკლედ მე გარდა იმისა რომ ინტერნეტში ესე ბევრს წერ ასევე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა არის კულინარია, ანუ ძალიან მიყვარს კულინარია და ჩემი მთავარი გასართობიც ეგ არის. აი ჰობი რა, ვიპოვე რა, ჩემთვის არის ეს ჰობი და ამ ჰობი მე თავის დროზე მიმიყვანა იქამდე რომ კულინარიული პროექტების პროდიუსერი გავხდი, ანუ მასტერშეფის პირველი და მეორე სეზონის მთავარი პროდიუსერი ვარ მაგალითად. და იმ პერიოდში, როდესაც მასტერშეფს ვაკეთებდი, მეგონა რომ ჩემი ირგვლივ ყველა იყო შეფყრობილი ამ პროექტით. ანუ მარტო მეგონა რომ მთელ დედამიწაზე მარტო მასტერშეფის შესახებ ლაპარაკობდა და უყურებდა ყველა მარტო რეცეპტებზე იყო დამოკიდებული
ქუჩაში რო გავდიოდი ესე მეჩვენებოდა რომ აი რაღაც ყველგან MasterChef იყო და მე უკვე მესამე სეზონიდან როდესაც მე აღარ ვიყავი ჩართული პროექტში მაგის მერე მეჩვენებოდა რომ საერთოდ აღარავინ აღარ უყურებს MasterChef-ს ანუ საერთოდ აღარავის აღარ ადარდებს ეს პროექტი მიუხედავად ამისა რეალური რიცხვები დაახლოებით ერთი და იგივე საჩვენებდა პირველ სეზონს და მეორე სეზონს დაახლოებით იმდენივე ხალხი უყურებდა, რამდენსაც მესამე სეზონს, მეოთხე სეზონსაც ასევე და მე ცოტა კლება დაიწყო, მაგრამ რეალობა რაც იყო, ის არის რომ ანუ ეს რიცხვები მე რა თაგონებაც მქონდა რომ მაშინ ყველა დაინტერესებული იყო MasterChef-ით და მე აღარავის აღარ აინტერესებდა MasterChef-ი, ეს იყო მხოლოდ ჩემი სუბიექტური აღქმა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა მე ჩემს ფიდზე, ანუ რა ხდებოდა ჩემს ინტერნეტში და ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა რა იმის გამო რომ MasterChef-ს ვაკეთებდი და კულინარიულ თემებს ხშირად ვსერჩავდი, ასევე იმის გამო რომ ჩემს სამეგობროში უცებ გაჩნდა ბევრად უფრო მეტი მზარეული, ჩემი ონლაინ ალგორითმი მოდალაგდა ისე რომ ვსკროლავდი მარტო საჭმლის შესახებ და მარტო MasterChef-ის შესახებ ხდებოდა ამბები. ზოგი ცუდი, ზოგი კარგი, ზოგი აგინებდა, ზოგი აქებდა, მაგრამ მხოლოდ ამით იყო შეპყრობილი ყველა და ყველაფერი. მაშინ როდესაც მეკოდა, როდესაც დავკარგი ამისადმი ინტერესი, ნელ-ნელა გადაიარა ამან, მაგრამ რეალურ რიცხვებზე ამას გავლენა არ უქონია რა, ანუ ვიღაცები ვინც უყურებდნენ, მეც უყურებდნენ, ან არ უყურებდნენ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ესეთი ყალბი რეალობა რაც არის, არ ვიცი, მე მგონი 2016 წელი იყო. ესეთი ყალბი რეალობა რაც შემექმნა მე და შეიძლება აქ მყოფ ნაწილსაც ეს იყო არჩევნების პერიოდი და არჩევნებში ჩემი ირგვლივ ყველამ ბოლო წუთას გადაწყვიტა ვისთვის უნდა მიეცა ხმა, ანუ რაღაცნაირი არჩევნები იყო ისიც რა. ეს ხმა იყო, ანუ ხმას ვის მივეცით ხმა, რესპუბლიკელებს მივეცით, რესპუბლიკურ პარტიას მივეცით ხმა. და იმდენად ბევრმა მისცა ჩემი ირგვლივ ხმა მათ, ანუ ვისაც ვკითხე რა, ანუ ჩემი მეგობრებმა ასე შემდეგ. დარწმუნებული ვიყავით მე არა მარტო ბევრი ჩემი ირგვლივ, მაგრამ აი არ ვიცი ალბათ შეიძლება უმრავლესობაში ვერ მოვიდნენ, მაგრამ ერთი რავი, ალბათ 30% მაინც აქვთ რა, აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ამაში. ბარიერიც ვერ გადავახეს მაგ არჩევნებზე, გამოდგა რომ სულ რაღაცა 30,000 ხმა მიიღეს დაახლოებით. და მაშინაც ცოტა შემერყა ეს გონება, რომ როგორ შეიძლება რაღაცაში ესე ძალიან ვიყო დარწმუნებული და ესეთი აცდენილი ვიყო რეალობას რა. და ზუსტად ესევე ან ბევრ საკითხზე ხდება ზუსტად იგივე რა და ამას აქვს თავისი მარტივი მიზეზი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ონლაინ უფრო მეტ ხანს ცხოვრობთ. ეს არის ის, რომ რაღაც მომენტში მოკლედ ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით გადალაგდა ლოგიკა, რის მიხედვით გვაწოდებენ ჩვენ ინფორმაციას. ან ჩვენ რომ მაგალითად Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე შევდივართ, რისი მიხედვით ლაგდება ჩვენი For You page, ანუ ჩვენი feed-ი, ანუ ჩვენი კედელი. ადრე თავის დროზე ეს იყო ქრონოლოგიურად, ანუ თუ მაგალითად ქეთი დაწერდა რაღაცას და მე მაიკო დაწერდა რაღაცას, ჯერ მაიკოსი გამიშდებოდა და მე ქეთისი გამიშდებოდა, ანუ ქრონოლოგიურად ლაგდებოდა რა ეს პოსტები. თუმცა რაც უფრო გაიზარდა, აი ზუსტად იგივე ხდებოდა, თქვათ ვებგვერდებზეც, ყველაფერი იყო ქრონოლოგიურად დალაგებული. რაღაც მომენტის მერე რომ გაიზარდა მოკლედ კონტენტის რაოდენობაც და მომხმარებლების რაოდენობაც საჭირო გახდა რომ რაღაცა სხვა ლოგიკით ვიღებდეთ ჩვენ ინფორმაციას, სხვა ლოგიკით ხდებოდეს პრიორიტეტიზაცია ამ ყველაფრის რა. და როგორ და გარდა ამისა კიდევ ანუ რაც ხშირად მე არასდროს არ მოვიწყდება, მაგრამ ხშირად გავიწყდება ხოლმე Facebook-ი, ანუ მეტა თავის მხრივ, ან TikTok-ი, ან Instagram-ი, ან ნებისმიერი სოციალური ქსელი, რომელსაც ჩვენ მიყენებთ, ეს არის ბიზნესი. მას უნდა, რომ ჩვენ იქ მაქსიმალურად ბევრი დრო გავატაროთ. ანუ ის ფიქრობს იმაზე, როგორ დაალაგოს ჩემი ალგორითმი, ჩემი კედელი ისე, რომ მე რაც შეიძლება დიდხანს გავჩერდე იქ და არ მომინდეს, რომ მალე გავიდე რა. ან ჩემთვის რელევანტური ინფორმაცია იყოს მოწოდებული. ამის გამო მოკლედ გადავიდა სისტემა არა ქრონოლოგიურ, ანუ ქრონოლოგიურ დალაგებაზე, არამედ ალგორითმების მიხედვით დალაგებაზე, რომ გამოიცნოს, თქვათ Facebook-მა რა მაინტერესებს მე, რა შემომთავაზოს, რა ინფორმაცია და რა შეიძლება დიდხანს გამაჩეროს თავისთან.
ეხლა რა აქვს ყველა ამ სისტემას მოკლედ ამ სოციალურ ქსელებს სხვადასხვა ალგორითმი აქვს და იმის მიხედვით რაც უფრო ჭკვიანია ეს ალგორითმი, მით უფრო დიდხანს ახერხებს რომ იქ შეგვითრიოს და მით უფრო მეტად ახერხებს ჩვენი პერსონალური ინტერესების ამოცნობას. და ამის მიხედვით მორგებას რა, მაგალითად ამისთვის საუკეთესო ცოტა ეშმაკურად საუკეთესო ალგორითმი აქვს TikTok-ს და თუ ხართ აქ ადამიანები ვისაც TikTok-ი აქვს ხართ, აიციეთ ხელი ვინც ხშირად ხმარობთ TikTok-ს და ცხოვრობთ TikTok-ს. ანუ მარც ისე ბევრი რამე როგორც მეგონა. TikTok-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ეშმაკური ალგორითმი, იმიტომ რომ ძალიან მალე ახერხებს გამოიცნოს რა გაინტერესებთ თქვენ და არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ვიდეოს როგორც კი გაწვდის, თქვენ თუ მალე ასკროლობთ, ჩათვლის რომ არ გაინტერესებთ, ან მაგის მსგავს აღარ შემოგთავაზებთ, თუ რაღაცას დიდხანს გაჩერდებით, მერე შემოგთავაზებთ მაგის რამდენიმე ვარიაციას. მაგალითად რატო გაჩერდით? იმიტომ რომ ეს მუსიკა მოგეწონათ, მერე შემოგთავაზებთ რაღაცა მსგავსი მუსიკის მქონე, იგივენაირი მუსიკის მქონე კონტენტს, ან ეს კრეატორი მოგეწონათ, იგივეს, ან ის ლაპარაკობდა მაგალითად ძაღლებზე ამ დროს, ხო? ან თქვა TikTok-ის ალგორითმი აანალიზებს ტექსტსაც, მათ შორის რაზე არის საუბარი და ამის მიხედვით თქვა თუ ძაღლებზე იყო საუბარი ამ TikTok-ზე, რომელზეც თქვენ გაჩერდით, შემდეგი იქნება, რასაც შემოგთავაზებთ ძაღლი. ასევე აქვს მაგალითად ლოკაციის მიხედვით ცდილობს რომ გამოიცნოს მაგალითად ამ თქვენს ლოკაციაზე რას უყურებენ ყველაზე ხშირად და მაგას შემოგთავაზებთ პერიოდულად და თქვენი მეგობრები რას უყურებენ ან თქვენს Wi-Fi-ზე სადაც თქვენ იყავით და საიდანაც უყურებდით თქვენ ამა თუ იმ ვიდეოებს თქვენს ახლოს მოკლედ ვინმემ თუ უყურა რაღაცა გავს ვიდეოებს იმასაც პერიოდულად შემოგთავაზებთ და მე იმის მიხედვით დატესტავთ თქვენ დაგაინტერესებთ თუ არ დაგაინტერესებთ. მოკლედ სადღაც 2-3 დღეში ამ სისტემით და ამ გამორიცხვის მეთოდით TikTok-ი ახერხებს რომ ჩაწვდეს თქვენს სულს, ანუ რაღაც მომენტში იწყებს აი თქვენი ბავშვობის საიდუმლო კრაშის ვიდეომდე მიხვალთ აუცილებლად რა რაღაც მომენტში. ან რაღაცა ჰობიმდე, რომელიც არავისთვის არ გაგიზიარებია, ზუსტად მაგიტომ რომ აი ამ ნელ-ნელა ხდება თქვენზე მორგება ამ ინფორმაციის. Facebook-ს მაგალითად Instagram-ს ესეთი ძალიან ღრმა ალგორითმი არ აქვს, ანუ ესეთი იდეალური ასე ვთქვათ, მაგრამ მას აქვს ისიც დგას იმის ამოცნობაზე და გამოცნობაზე რა შეიძლება თქვენ გაინტერესებდეთ. და როგორც წესი ეს არის ხოლმე რადიკალური და რატომაც არის რომ შედიხარ მაგალითად Facebook-ზე, Instagram-ზე ცოტა კიდე ნაკლებად, მაგრამ Facebook-ს განსაკუთრებით ემჩნევა ჩვენს ბაბლში განსაკუთრებით შედიხარ და სულ რაღაც დრამატული ამბავი, ან სულ ვიღაცები ჩხუბობენ, სულ ვიღაცები და მარტო ორი აზრი ისმის რა, ანუ რომელიღაც აზრი, რომელსაც აბსოლუტურად ეთანხმები და თან ხელს აწერ და აზრები, რომელსაც აი საძულველი არის, ანუ საბრძოლველია რა. და ამასაც აქვს თავისი ახსნა ეს რატო ხდება. პირველ რიგში ეს Facebook-ის ალგორითმის იგივე ლოგიკით მუშაობს, ანუ იმას მაწვდის, რაც პოტენციურად მე დამაინტერესებს და რასთან შევალ ინტერაქციაში. ანუ Facebook-ი მაგის მიხედვით ზომავს, რომ მე რასთან შევედი ინტერაქციაში, იმას ჩათვლის ჩემთვის საინტერესოდ. მაგალითად, თუ რაღაც დავალაიქე ან გავაზიარე, კომენტარი დავწერე, ინტერაქციაში შევედი, ვიდეოს ვუყურე და ამ ბოლო დროს დაემატა ერთ-ერთი ძალიან ფასეულად რასაც თვლის ალგორითმი საკუთარ თავში, მაგალითად თუ გავაზიარე მესენჯერში, ანუ თუ მეჩვენა ეს კონტენტი იმდენად მნიშვნელოვნად, რომ მესენჯერში გავაზიარე, გარეთ კი არ გამოვდი, არამედ თქვა სამეგობროს წრეში ჩავაგდე, ხო? და ამის მიხედვით, მაგალითად მე თუ წერ კომენტარებს, კარგ კომენტარებს, რა ვიცი, ან რაღაც ვალაიქებ რაღაცებს, მსგავსი კონტენტი ბევრად უფრო ხშირად ამოდის და ზუსტად იგივე ხდება თუ მე ვლანძღავ ვიღაცას, ანუ Facebook-ისთვის ეს ერთი და იგივე ეს კომენტარი მე რო დავწერე ვიღაცას რომ ვაგინე, იგივე სიმძიმის არის, ვიდრე რაც ვიღაცას დავუწერე რომ აუ რა კარგია რაღაცა მოდი შევხვდეთ ან ვიმეგობროთ ან ასე შემდეგ, მოკლედ რაღაც პოზიტიური კომენტარიც და ნეგატიური კომენტარიც Facebook-ის ერთი და იგივე რაღაცას ნიშნავს, ორივე არის ის რომ მე დავინტერესდი და შევედი ამ კონტენტთან ინტერაქციაში. და კიდევ ერთი რაღაცა, რამდენიმე წლის წინ მოკლედ დაილიქა Facebook-ის
რაღაც შიდა ამბები, შიდა კვლევები და ასე შემდეგ დოკუმენტაცია და ერთ-ერთი საინტერესო რაღაცა რაც ამოვიდა იქიდან, რაზეც ამბობენ ახლა რომ შევცვალეთო, მაგრამ არ ვიცი შეცვალეს თუ არა, არის ის რომ მაგალითად რამდენიმე რეაქცია ხო აქვს და ლაიქება, დაგულვა, გაბრაზება და ცრემლვა და ასე შემდეგ ხო, ყველაზე მძიმე, ანუ ყველაზე მეტად ალგორითმს რაც აძლიერებდა ეს იყო გაბრაზების ემოცია. და სინამდვილეში გაბრაზება მართლა ყველაზე ძლიერი ემოცია იმ ემოციების შორის რაც გვაქვს და გაბრაზება არის ის ემოცია რაც ადამიანებს აიძულებს არ არის სწორი სიტყვა ამოტივირებს რომ მაგალითად კომენტარები დაწეროს. ეს არის ის მიზეზი რის გამოც მაგალითად დადებით ამბებზე ბევრად უფრო ნაკლები კომენტარი მოყვება ვიდრე გასაბრაზებელ ამბებზე ვიდრე რაღაცა კონფრონტაციაში როდესაც შედიხარ ხო ამის შემდეგ რაც ხდება ჩვენს კედლებზე და ეს ყველაფერი ეს ინფორმაცია მოკლედ ის არის, რასაც მაგალითად როგორც რაღაც ხანრავს პროექტში ან ბიზნესში ყოფნის დროს ვამუშავებთ, რომ როგორ გავაკეთოთ კონტენტი ისეთი, რომელიც გამოიწვევს ადამიანებში რამე ემოციას, რაღაცა ჩართულობას გამოიწვევს და იმის გამო რომ მე ეს კონტენტი უფრო ხშირად ამოუგდოს და ჩვენი თავი უფრო ხშირად ამოუგდოს ამა თუ იმ ადამიანს. მაგრამ ამავე ალგორითმებმა და ამავე სისტემამ გამოიწვია ის რომ ანუ რაღაცნაირად ესე ორად გაიყო სამყარო ყველასთვის მარტო ჩვენთვის არა და მარტო საქართველოში არა მთელ მსოფლიოში ხდება ეს რომ აი ისევ და ისევ ამ ალგორითმების გამო არ არსებობს ეს middle ground-ი აღარ არსებობს შუა რა არსებობენ ადამიანები და აზრები რომლებსაც ეთანხმები და აზრები რომლებიც უკიდურესად საძულველი არის და უარესია რა და რაღაც არ გვინდა იმასთან ინტერაქცია ამას ხშირად ჩვენ თვითონაც ვუწყობთ ხოლმე ხელს და მაგაზეც მოგიყვებით და როგორ ვუწყობთ ხელს მაგალითად თუ გაგიგიათ ან წაგიკითხავთ ან თქვენ თვითონაც დაგიწერთ ყველა ქოცმა წამშალეთ მეგობრებიდან ანუ აი ამას როდესაც ამბობ ხოლმე როდესაც მაგალითად ეგეც არის რომ შენს ალგორითმს და შენს ბაბლს მოკლედ ის ეკრავ რომ საერთოდ იქ შემოსასვლო რეალობას აღარ ტოვებ რა და სად არის ეს რეალობა უკვე აღარ ვიცით იმიტომ რომ ამ ალგორითმის ერთ მხარეს არის ერთი სიმართლე და ერთი რეალობა და მეორე მხარეს მეორე სიმართლე და მეორე რეალობა და ძალიან ხშირად ხდება რომ ჩვენს აი ვიცი ამ პროტესტში მყოფი ადამიანები ის ადამიანები ვინც არ არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები ხვდებით ამ რაღაცა ილუზიების და ჩვენი არასწორი შეფასებების მსხვერპლები რა როგორც რავი 2016 წელს მეგონა რომ რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ იმ არჩევნებს იმის გამო რომ არსებობს ახლა ამ რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი ხო ერთ-ერთი არის მაგალითად confirmation bias როდესაც რაღაცას შენ გინდა რომ დაი მაგალითად თუ დავინახავ სტაფილოსფერ მანქანას, რომელიც იქამდე შეიძლება დანახული საერთოდ არ მქონდეს, რაღაც იმ დღის მანძილზე 7 ჯერ შეიძლება რომ 8 ჯერ სტაფილოსფერი მანქანა დავინახო და მე ვთქვა რომ უი ხახო რამდენი სტაფილოსფერი მანქანა არსებობს თურმე იმაში ამ ქალაქში ხო როდესაც იქამდე დანახული საერთოდ არ მქონდა. კი არ გამრავლდა ეს აზრი, ან კი არ გამრავლდა ეს მანქანები, არამედ უბრალოდ მე დავიწყე მათი შემჩნევა და ონლაინაც აი ამ რაღაცა შემჩნევას რო ვიწყებთ, განსაკუთრებით მაგალითად ვამჩნევთ ჩვენს მოწინააღმდეგებს მაგალითად ან პირიქით მომხრებს ან ვამჩნევთ რომ ვიღაცა გარეგნობაზე ძალიან ბევრს ერთხელ თუ შეამჩნია რომ ვიღაცამ გარეგნობაზე რაღაცა დაგიწერა და იმას მიაქცია ყურადღება მე იწყებ იმის შემჩნევას რომ ვაიმე რატომ ყველა გარეგნობაზე ლაპარაკობს ყველა არ ლაპარაკობს გარეგნობაზე საერთოდ ხო უბრალოდ იმ მომენტში რასაც ირჩევ და როდესაც გავდივარ მოკლედ ვცდილობ რა რომ წარმოვიდგინო და ვცდილობ რაღაც სიმულაცია გავაკეთო რა ხდება ქართული ოცნების მხარდამჭერის ფიძზე და ალგორითმში ისიც ზუსტად ესევე ისეთ ნიუსებს ნახულობს, ისეთ ამბებს იგებს, ისე მოქმედებს მასზე. აი ერთი და იგივე ამბიდან წაღებული, ერთი და იგივე რაღაც ვთქვათ ვიდეოს უყურებს და ისევე მოქმედებს მასზე. ის confirmation bias რაც მას აქვს, როგორც ჩვენზე აბსოლუტურად რა. და სულ არის ძალიან რთული ამ ბაბლების გარღვევა რა და აქედან რაღაცნაირად გასვლა. ერთი ძალიან არაკომფორტულია.
მართლა საშინლად არაკომფორტულია. ჯერ იმის გააზრება, რომ მე ხომ არ გამომრჩა რაღაცა, მე ხარ ვცდები მაგის გააზრება. მე რაღაცა კითხვების დაშვებაც კი და განსაკუთრებით ისევ ჩვენს ონლაინ სივრცეში ხშირად ხდება ეს, რომ კითხვის დასმაც კი ხანდახან ძალიან დიდი კრიტიკის საფუძველია ხოლმე. ამ კითხვას თუ სვამ, ესე იგი ქოცი ხარ, ანუ ესე იგი რა სუსი ხარ? აი ყველაფერზე რაღაცნაირად ეგ ხდება რა ყველა კითხვის დასმაზე. პროცესს ხელს უშლი, რატომ გონია რომ ეს ესეა? ანუ არ არის, აი ხანდახან მსგავსი კითხვების დასმაც კი არის ხოლმე ასე წინააღმდეგობის გარანტი, ესე ვთქვათ რა. და ასევე მაგალითად არც ისე თბილად ხვდებით ხოლმე იმ მედიებს, რომლებიც წყვეტენ თუნდაც რა, მედიასაც ეს ალგორითმების პრობლემა და ეს რადიკალიზაცია და განშტოება ამ ორი ბევრნაირი უბრალოდ, მაგრამ ვთქვათ, ამ ჩვენ შემთხვევაში ორი სიმართლისა მედიებსაც ძალიან ეხებათ ხოლმე რა და ძალიან ამიტომ არის რომ ეთიკური და ნორმალური მედიების უმრავლესობას საერთოდ ძალიან ცოტა წვდომა აქვს იმის გამო რომ თუ მას მყვირალა სათაური არ აქვს საერთოდ ვერ შეაღწევს ვერავის ვალზე რა ან თუ რაღაც გამაფრაზებელი ან პირიქით აღმაფრთოვანებელი არ დაწერენ და ამის გამო ხდება ხოლმე ის მედიები რომლებიც თქვა კლიკბეიტებს ხმარობენ ან რაღაც ხმაურიან სიტყვებს და ხშირად არასწორ ან გასაფრაზებელ რაღაცებს წერენ ხოლმე ბევრად უფრო მეტ გამოხმაურებას იღებენ და ბევრად უფრო მეტ წვდომას იღებენ, როდესაც რაღაცა შუაში მყოფი ნეიტრალური მედიებს, რომლებიც თავისთავად მაგის უფლებას არ აძლევენ, ესე რჩებიან ხოლმე. მაგრამ ასევე ისინი ხშირ შემთხვევაში, თქვათ ამ სპექტრზე უფრო თქვათ ერთ მხარეს მყოფი ადამიანებისგან იღებენ ამ კრიტიკას, რომ აი მაგალითად თუ არ ვცდები რადიო თავისუფლებას ჰქონდა ეგეთი кейსი, როცა თავის დროზე ეხა მაგალითად რუსულ კანონს ვეძახით და მედიაც წერს მაგალითად რუსული კანონი, ეხა ეს გასაგებია რა. იმიტომ რომ რაღაცა დროის მერე ადამიანებისთვის გახდა ეს ცნობილი და დაერქვა რუსული კანონი. მაგრამ თავიდანვე რომ მედიამ დაიწყოს რუსული კანონის დაძახება მოკლედ როგორც კამპანიის შეიძლება რაღაც ზოგი მედია ვთქვათ ამას გააკეთებს, იმიტომ რომ თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე მედიის გადაწყვეტილება ეს არ გააკეთოს და მაგალითად გამჭირვალობის კანონი ხილებში ეგრეთ წოდებული რუსული კანონი ესე მოიხსენიოს, ვთქვათ იმის მიხედვით როგორც წერია იმაში. თუმცა თუ ის ამას აკეთებს, ის იერაცხება ქართული ოცნების მხარდამჭერ მედიად. თუ მაგალითად სალომე ზურაბიშვილს არ მოიხსენებ პრეზიდენტად, მოიხსენებ მეხუთე პრეზიდენტად, ესეც ცოტა ეჭვის თვალით გიყურებენ, რომ შენ რა არ აღიარებ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ჩვენს დედამიწაზე, ანუ აი ამ ყოველ ჯერზე ამ რაღაცა კრიტიკის გაძლება გიწევს ხანდახან, ან არ გიწევს, გააჩნია რას ირჩევ იმის მიხედვით რა არის შენი სტრატეგია ამ შემთხვევაში და როდესაც ვცდილობ მოკლედ ამ ბაბლის გარღვევას და ამ ალგორითმის იქით გახედვას ეს შენ ალგორითმში მყოფი ადამიანებიც ხანდახან ამ მასში უთანხმოებაში ვარდებიან შენთან რა და ეხლა ცოტა ხნის წინ იყო მაგალითად ეგ кейსი მაგალითად არ ვიცი თუ მოკარით თვალი ამ ძალიან დიდ დრამას რომელიც Facebook-ზე ხდებოდა დიანა ტრაპაიძე რომელმაც სადაო ლეგიტიმაცია თქვა პარლამენტის შესახებ და არა ლეგიტიმური ანუ ამას მოყვა ძალიან ბევრი აბრაზება და კრიტიკა დიანა ტრაპაიძისადმი რომ რატო თვლის რომ ეს არის სადაო ლეგიტიმაცია და არა ლეგიტიმური იმიტომ რომ ქოცია ანუ პირდაპირ ესე არის და შეიძლება ესე არც ანუ რა ვიცი სადაო ლეგიტიმაცია ძალიან ნორმალური განმარტება ამ შემთხვევაში როდესაც მაშინ როდესაც მართლა სადაოა ლეგიტიმაცია რაღაცა ნაწილი აღიარებს ქვეყნების ნაწილი აღიარებს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას და მე აქ შემოდის ეგ რომ უკვე ვინ რა პროპაგანდით ვიკვებეთ ანუ ვინ საით მხარეს ვიყავით ამ ყველაფრის გაგონების და გაგების დროს რომ თუ მაგალითად ჩვენ იმ მედიამ რომლის მოსმენას ჩვენ გვინდოდა და იმ ალგორითმა რომელსაც ჩვენ მივეცით უფლება რომ ჩვენი ვოლი დაალაგა შთაგვაგონა რომ არა მარტო ამას მააღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა ამის შემდეგ როდესაც სხვა რაღაცა რეალობას ვეჩეხებით ეგრევე შეიძლება რაღაც
ფრუსტრაცია გამოიწვევს ჩვენში, რაღაც იმედგაცრუება, რომ მორჩა ყველაფერი დამთავრდა, ხო? ან პირიქით შეიძლება გაუფრაზდეთ იმაზე, რომ აუ როგორ სინამდვილეში ხომ არავის არ გაუკეთებია ლეგიტიმაცია და ასე შემდეგ. აი ყოველ ჯერზე როდესაც აი ამაზე მიწევს რაღაც ლაპარაკი და ამის შესახებ ფიქრი, მე თვითონაც ძალიან დისკომფორტში ვარ, რა, მე თვითონაც ამ რაღაცა მარწუხების მსხვერპლი ვარ და ხანდახან მართლა ხელს გვიშლის ხოლმე ეს რეალობის დანახვაში, ეს ჩვენი ალგორითმები. და ჩვენ ირგვლივ მოწყობილი ეს ეგეთი ამ ფრაზას რაც ქვია არის echo chambers, ქართულად ზუსტად არის ინფორმაციული ბუშტი, echo ეს ინფორმაციული რაღაც გამოქვაბული, სადაც ერთმანეთს ველაპარაკებით, ერთმანეთის გვესმის და თუ რაღაცა შორიდან ისმის, იმის ძალიან საწინააღმდეგოა ჩვენ ყველაფრისა იმისა, რაც ჩვენ გვჯერა და აღარ ტოვებს სივრცეს ერთმანეთთან ლაპარაკს. და ხო, როცა ბიზნესის კუთხით ისე რა, როდესაც ვცდილობთ რაღაცა კონკრეტულ აუდიტორიაზე გავიდეთ და გავიგოთ, მოკლედ რაღაცნაირად შევახციოთ მათ ალგორითმებში, ანუ რა შევახციოთ ადამიანების for you გვერდებზე და feed-ებში და ასე შემდეგ. რასაც ვაკეთებთ ხოლმე როგორც წესი არის, ვაკვირდებით ის მიზნობრივი აუდიტორია, ვისთანაც ჩვენ გვინდა რომ მივწვდეთ, ვისაც გვინდა მივწვდეთ, როგორ იქცევა და რას აკეთებს, რას უყურებს, ვინ არის მისთვის საინტერესო კონტენტ კრეატორი და ასე შემდეგ. რა, მის ვოლზე ვცდილობთ შევიდეთ. ანუ ერთი რაღაცა რა, ადამიანის შესახებ ბევრად უფრო მეც იგებ, არა იმით ის რას პოსტავს და მის ვოლზე რა ხდება. არამედ იმით ის რას ათვალიერებს, ანუ მის ფიდში რა ხდება, ის რო შედის თავის სოციალურ ქსელში და თავის რაღაც ტელეფონს რო ხსნის, იქ რა ხდება და არა ის რას გასცემს, რა, ანუ უფრო მეტად იმით ვიგებთ ხოლმე შესახებ, ის რას იღებს. და ამის მიხედვით უკვე დგება ის, როგორ შეიძლება მივაწვდიოთ ხმა ამ ადამიანებს და როგორ შეიძლება რომ გავახციოთ ამ ჩვენივე ალგორითმებიდან. რასაც ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე, ეხლა ვაკეთებ რა, იცით, პატრულს გვერდით თუ ჩაულიან პოლიციას ასაღად, სულ ვცდილობ მათ ეკრანებზე ჩავიხედო, რა ხდება მათ ფორიუებზე, მათ რას უყურებენ, რას აკეთებენ, საიდან იღებენ ინფორმაციას. ჩამძვრალი ვარ ყველასაში ცოტა ესეთი არის disturbing. და აი მაგალითად ერთ-ერთ დეკემბრის აქციების პერიოდია თუ არ ვცდები და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ვისი ვიდეოც მხვდებოდა პატრულების და პოლიციელების და უბრალოდ გამვლელების ტელეფონში იყო ვიდეო, რომელსაც მე ვერ ვიტან მართლა, იმიტომ რომ აი მძაქს ყოფილი მსგავსი, სადაც ხდება პოლიციელის ცოტა რომანტიზაცია. ამ შემთხვევაში ეს იყო რაღაცა სიმღერას მღეროდნენ პროტესტის მონაწილეები და პატრული ერთად რა, ანუ არ ვიცი მაგ მომენტში არ გვერდყამდნენ როგორც ჩანს და მაგიტო ხდებოდა. მაგრამ ეს ვიდეო იყო ის, რაც ბევრი პოლიციელის კედელზე მოხვდა მაგალითად რა. და აი ეს არ არის მარტო ის, რასაც ქართული ოცნება მაგალითად თავისი ტროლბოტების მეშვეობით ცდილობს რომ ამოაგდოს ალგორითმებს, რომელსაც აფინანსებს იმისთვის რომ მაღლა ამოვიდეს, ან თუ რაღაცა ვიდეო არის მედიაში, თუ რაღაცა ხდება იმის ქვეშ fake account-ებით, როდესაც კომენტარები იწერება, არა, ეს არის მარტო ნამდვილი ადამიანები, რას უყურებენ და რას ათვალიერებენ. ამის სანახავად მოკლედ რამდენიმე მეთოდი არის რა, როგორც წესი. მაგალითად ძალიან საინტერესოა ხოლმე დაულოგინებლად, ანუ რო არ შეხვიდეთ, მასე შესვლა YouTube-ზე და ნახვა რაღაცა რეგიონში ამ ტერიტორიაზე პოპულარული ვიდეოებს, რას შემოგთავაზებთ. იგივე ეხება TikTok-ს მაგალითად. ასევე სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანება, სადაც არ არის მაინც და მაინც პოლიტიკური რა. ეხლა უბნები ჯგუფები პოლიტიკური გახდა, მაგრამ იყო ისე პრინციპში, მაგრამ აი არ ვიცი რაღაც ყვავილების მოვლის ჯგუფებში ვინ ადამიანებიც არიან სიტყვაზე და ვთქვათ ისინი რას აზიარებენ იქ და რას აკეთებენ და რები ხდება მათი ყურადღების სფეროში და ამის მიხედვით კიდევ არის ხოლმე ეგეთი მეთოდი, რაც გაგვიკეთებია ხოლმე ისე რაღაც ბიზნესის მიმართულებით, როდესაც ვაკეთებთ რაღაცებს, როცა
fake accounts აკეთებ იმისთვის რომ სხვა bubble-ში მოხვდე, მოკლედ სხვა კედელი შეგექმნას რა, ანუ ნახო სინამდვილეში თქვა თუ არ დაიმატებდი ამ შენს მეგობრებს ამ შენი ინტერესების სფეროში თუ არ იქნებოდი ჩაკეტილი, როგორი იქნებოდა შენი უოლი, როდესაც აძლევ Facebook-ს იმის საშუალებას, რომ თვითონ შემოგთავაზოს ესა თუ ის პოსტები. და ეს არის ის ადგილი, რომელიც არის ძალიან არაკომფორტული ჩვენთვის. ხოლმე, ანუ ვისაც გგონია, რომ მთელი ქვეყანა შეპყრობილია პროტესტით ახლა ამ წუთას, მე ვარ ეგეთი ადამიანი. და აი ამ კომფორტის ზონიდან გასვლა და ამ ჩემი ბაბლის და ჩემი ალგორითმის მიღმა გახედვა სინამდვილეში რა ხდება და რა სუყურებენ ადამიანები, რა ინტერესები აქვს და საერთოდ რა განწყობები აქვს ისევ და ისევ ამ ფეიქ რეალობის მიღმა, რომელსაც ტროლბოტები შეიძლება აკეთებენ. რაც აბალანსებს ხოლმე აი გითხარით ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა რა, ეს არის ამერიკაშიც იგივე ევროპაშიც პოლარიზაციის ეს სახე და ის როგორ გამწვავდა ეს ინტერნეტით და სოციალური ქსელებით, რაღაც ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა არის ერთი თავისებურებაც რაც გამოგვარჩევს ჩვენ იმ ქვეყნებში, როდესაც უნდათ რაიმეს შესახებ ინფორმაციის მიღება, შესაძლებელი არსებობს თქო კვლევები, ხო, რომელსაც შეიძლება დაემყრდნო და მაგალითად მართლა გაიგო, რამდენი მხარდამჭერი ყავს ამ წუთას იმას პროტესტს ან რამდენი ადამიანი დაახლოებით რა პროცენტული რაოდენობა ადამიანისა, რომლებიც თვლიან, რომ მთავრობა უნდა გადადგეს სიტყვაზე ვთქვათ. საქართველოში ამისი ძალიან დიდი ნაკლებობაც გვაქვს და ფაქტიურად ბრმად გვიწევს ხელების წესება, რომ გავარკვიოთ საერთოდ სინამდვილეში რამდენი ვართ რაღაცა ოპოზიციურად განწყობილები, რამდენს აწუხებს რაღაცა კონკრეტული პრობლემა, არსებობს კვლევები, რომელიც კეთდება საკმაოდ იშვიათად, ეხლა როგორც თუ რაიმე კვლევა გამოვარდება ხოლმე ვეწაფებით თავიდან ბოლომდე და თავით ფეხებით ვარდებით, თუმცა ამ კვლევებსაც იმის გამო რომ იშვიათად ხდება, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე დამკვეთის პრობლემაც რა, აი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ჩანს ხოლმე ეს, რომ ვინც უკვეთავს კვლევას, დამკვეთი მისი თავის მოსაწონებლად ალაგებს ინფორმაციას ისე, როგორც მას უნდა. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაკვეთილ კვლევებში ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი ოპოზიციური პარტია და თქვათ ახლების მიერ დაკვეთილ კვლევებში პირიქით იყო, ანუ თითქოს არაფერი დიდი განსხვავება შეიძლება არ იყოს და არაფერი ისე დეტალი და ვთქვათ ეგ დააიგნორო, მაგრამ ცოტა ეჭვის ქვეშ აყენებს ხოლმე მე ზოგადად ამ კვლევების მისი კითხვის ვალიდურობას. და ამიტომ კიდევ უფრო რთული ხდება რა, რომ აი არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ რაღაცა მე მგონია, რომ ყველას უნდა რომ მთავრობა გადადგეს სიტყვაზე. ხო, მართლა ეხლა ჩემი ირგვლივ ვინც არის, ყველას ეგრე გონია, მაგრამ რამდენია ეს ჩემი ირგვლივ, როგორ შემიძლია მე გავზომო ეს და როგორ შემიძლია რომ ეს წერე კიდევ უფრო გავაფართო, როგორ შემიძლია რომ შევიდე მე ჩემი არ ვიცი ქართული ოცნების მხარდამჭერი ნათესავის ფიდში როგორ შევახციო რომ მისი რეალობაც გადავასხვაფერო. და ასევე ხო ანუ თუ მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი თეორიულად ვიცი და მე თვითონ ვარ ის ადამიანი რომელიც აკეთებდა უამრავ კამპანიას სხვადასხვა მიმართულებით და სოციალური ქსელების დახმარებით, მე თვითონაც ხვდები ხოლმე ძალიან ხშირად ამისი მსხვერპლი. ამას წინათ მაგალითად არის TikTok-ზე ძალიან შევყევი, რაც ერთი-ორჯერ ამომიგდო ბრიტნი სპირსის რომ სინამდვილეში ცოცხალი აღარ არის მაგ კონსპირაციის თეორიამ და თუ რაღაც ჩანაცვლება არის და ერთი 8 ვიდეო შემხვდა ამასთან დაკავშირებით და მე პერიოდულად კიდევ და ცოტა ესე წვეთ რომ შეგეგონება 2 დღეში ხახო დარწმუნებული ვიყავი რომ ბრიტნი სპირსი ჩანაცვლებული. აი დარწმუნებული კბილებს შორის ღრიჭო, აი ყველაფერად მასე მივხვდი რომ რამდენად მოწყვლადი ვარ მეც მათ შორის ანუ როგორც ყველა მიუხედავად რომ თეორიულად ვიცი ეს როგორ მუშაობს, რომ თუ აი ესე წვეთ-წვეთად ინფორმაციას, რომელიც იქამდე დიდად არც კი მიფიქრია, ესე მომაწვდიან, აუცილებლად რაღაც მომენტში მასმე დავიჭერებ. იგივეა მაგალითად რაღაცა ერთ საფხულს იმის გამო რომ აი ესე წვეთ-წვეთად მოგვეწოდა და მომეწოდა მე პირადად გადავწყვიტე რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ფერი იყო rose gold ეგეთი.
millennial goal არ არსებობდა ეგ ფერი ჩემს ცხოვრებაში იქამდე და ესე ნელ 1700 ადგილას რო დავინახე მე ყველა მაღაზიაში სადაც მივიდოდი იმას ვკიდებდი ხელს ანუ ესეც არის აი იმ გამეორების და ამ ჩემს ალგორითმში მოხვედრის შედეგი და ყველანი ვართ მოკლედ ამისი მსხვერპლები ერთი ის არის რომ ცოტა თავს იმით ვცდილობ ხოლმე დავიშვიდო რომ რატო როგორ ანუ მეც ხომ არ ვარ მოკლედ მეც ხომ არ ვარ ამის მსხვერპლი და ამის ნაწილი ყოველ დღე ვეკითხები ჩემთავს რომ იქნებ მე არ ვარ მართალი და ვამოწმებ ყოველ დღე ჩემს ცოდნებს და იმ რაღაცა თუნდაც აი 100%-იანი იყო დარწმუნებული რაღაც ამ ცოდნებს რა სხვა მკითხებს და ვამოწმებ. და ცოტა დამღლელი პროცესია, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო, როდესაც უეჭველი ისი, რომ აი რაღაც კი ეს ნამდვილად ესეა რა. ვიდრე ის რომ ხშირად ამოწმებ. აი იქნებ მართლა არ იყო საჭირო ვაქცინაცია და ანტივაქსერებს რო ფაშისტებს და რაღაცა ყველა ანტივაქსერი წაშალ ამოიშალეს ჩემი მეგობრებიდან მაგას რომ ვამბობდი იქნებ აი ხო ტკინეულია ამაზე ლაპარაკი იმიტომ რომ აი რომ ვამბობ მაშინაც როგორ შეიძლება რომ ვინმე არ აიცრას ხო ანუ ნერვებზე მშლის მაგრამ თუ არ შეამოწმე ეს ცოდნები პერიოდულად და თუ არ გადაამოწმე ძალიან რთული ხდება მე აი უბრალოდ იკეტები მოკლედ ამ ბაბუში და ვეღარ აღწევ სხვა მხარეს და ვეღარ აღწევ იმ ადამიანებთან ვისთანაც გასაფართოებელი გვაქვს რა ეს ყველაფერი და ვის კედლებზეც შესახედი გვაქვს და თან ისე გვაქვს შესახედი რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ხო ანუ მას რო ვოლზე ამოუგდოს რაღაცა ქართული ოცნების თანაშემწე ეი შენ ძონძო კოცო ხო აი ხო აღარ აგრძელებს იმის კითხვას ხო ეგრევე ანუ რაღაცა გაფრაზებას დაწერს და არაფერი კონსტრუქციული იმის მერე აღარ ხდება მეორე ვერსია რომ შეიძლება კიდე რა კითხვას ვსვამ შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება პროტესტის გაფართოება და საკმარისია ისინი ვინც ვართ ხო ესეც არ ვიცი სინამდვილეში იმიტომ რომ ისევ იმ ერთ-ერთი კვლევის შედეგად რომელიც გვაქვს ბოლოს ხელმისაწვდომი პროტესტს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი ხოლმე რაც სულ მახსოვს არის რომ კრიზისის შეგრძნება აქვს 83%-ზე მეტს ანუ ქართული ოცნების მხარდაჭერების თვლიან რომ კრიზისი არის ქვეყანაში და კრიზისული სიტუაცია და ეს კარგს ნიშნავს ხო ამ შემთხვევაში პროტესტის თვის და თქვათ იმას მანიშნებს რომ კრიზისი უნდა გავაგრძელოთ მაგრამ ესეც ჩემი უოლისგან გამომდინარე და ვიღაცის უოლიდან გამომდინარე ვერ მოხდებოდა ანუ ტყუილი იქნებოდა ამაზე დაჯერება რომ მე დამეჯერებინა რომ აი ამ რიცხვების ნახვის და ამ კვლევის ნახვის გარეშე რაღაცა რეალურთან მიახლოებული რიცხვები მაინც გვიჭირავს ხელში ანუ არ გვიჭირავს ხელში რა აი რაღაცა 1-2 ეს რაღაცა არის ბოლო კვლევებიდან რაც გვიჭირავს და მანდიდან ამოვდივართ თუმცა მაგ კვლევებში მაგალითად ამ ალგორითმიდან გაღწევას რაც შეეხება კიდევ ეგ არის საინტერესო ამ კვლევებში რაც ამოვიდა არის ადამიანების საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილს აწუხებს მაგალითად ემიგრაცია და მაღალი ფასები პროდუქტებზე და ეს როგორც წესია თქვა როცა ვცდილობთ რომ გადავთარგმნოთ ეს რაღაცნაირ კონტენტში თქვა ბიზნესის მხარეს ან პროექტის მხარეს როგორც გადავთარგმნით იქნებოდა რომ ჩვენ დავიწყებდით კონტენტის კეთებას თქვა TikTok-ზე ან Instagram-ზე ან Facebook-ზე თუნდაც Facebook-ი კიდე ცოტა განსხვავებული ის არის სპეციფიკის მაგამხრივ მაგრამ მაინც კონკრეტულად თქვა ფასებთან დაკავშირებით ან რაღაცა იმიგრანტებს გამოვიყენებდით უფრო აქტიურად ამ კომუნიკაციაში რომ ვთქვა დაგვენახებინა რომ აი ეს რისკი რომ ეს ადამიანები აქედან მიდიან სინამდვილეში რასთან არის კავშირში და ეს არის ის ფანჯარა სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ შევახციოთ მათ როლებზე ეხა იყო მაგალითად თუ იცით ეგეთი პროექტი რუსთაველის ხმა ძალიან კარგი ბავშვები არიან გაკეთებენ ბეჯითად ეგეთი პროექტია რუსთაველზე იღებენ ხოლმე ვიდეოებს ადამიანებისგან და დებენ მერე და ჩემი ერთი გუშინ წინ ჩავწერეთ ვიდეო გუშინ წინ და იმ ვიდეოში ვლაპარაკობ ზუსტად ამაზე რა გვაქვს საერთო რას ეტყოდი შენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს და მან თუ საუბრობ რას ვეტყოდი ქართული ოცნების მხარდამჭერებს იმას რომ ჩვენ შორის ბევრად უფრო მეტი საერთოა ვიდრე განმასხვავებელი იმიტომ რომ ფასები რაღაცა პენსიის ნაკლებობებისთვის ფარმა მაფია ყველაფერი ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს აბსოლუტურად ყოველდღიურ ჩვენი ყოველდღიურობა ერთი და იგივე პრობლემებია აბსოლუტურად და მე ვაკვირდებოდი მაგის კომენტარებს იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ვიდეო მოახცია
მოახერხა და გააღწია ცოტა ამ ბაბლს გარეთ, ამ ალგორითმის გარეთ. და გარდა რაღაცა ქართული ოცნების თავგადამკვდარი მხარდამჭერებისა, რომლებიც მწყევლიდნენ და ვიღაცების ბოტების ალბათ კიდევ იყო რამდენიმე კომენტარი, რამაც მაფიქრებინა, რომ გავიდა ეს ბაბლს გარეთ. რომ კი მართალი ხარ, მაგრამ მაგათ გვერდით არ უნდა, ანუ კი მართალი ხარ, მაგრამ მასე არ შეიცვლება რა. და აი ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ ანუ ის მესიჯი ვთქვათ, თუ აი გამოვდე ხო, რაღაცნაირად მესიჯი, რაღაცა პრობლემის დათანხმება მოახერხეთ ერთმანეთთან, მაგრამ მე უკვე რაღაც მოგვარების გზებზე განსხვავებული ამბავი არის, ხო? და მე მაგის შემდეგი ნაბიჯი შესაძლებელია იმ ადამიანმა ჩემი შემდეგი რაღაცა ვიდეო ან ვთქვათ, რუსთაველის ხმის შემდეგი ვიდეო, ხო, სადაც ნახა ეს ვიდეო, რასაც ამოუგდებს, მეტი შანსია, რომ ვთქვათ, ჩართოს, ნახოს და შეიძლება ესე წვეთ-წვეთად, როგორც მე ვარ დარწმუნებული, ახლა რომ ბრიტნი სპირსი ჩაანაცვლეს, ისინი მათ გონებაში ჩაანაცვლეს ბიზინა ივანიშვილი რამე უკეთესდა. ხო, ერთი ფრაზა იყო, რომელიც ესე ამოვიწერე ისევ ამ ბაბლების გარღვევის ამბავში. ესეც ის კითხვა მოკლედ რა ფრაზე კითხვა რომლის დასმასაც ძალიან ხშირად ვცდილობ კამათის დროს თუ ონლაინ რაღაცების კითხვის დროს რომ ან კითხვას ვამ არა ვინ არის მართალი ან სიმართლეს არ ეძებს მოკლედ რა ანუ არა ვინ არის მართალი არამედ რატომ ფიქრობს ის ასე ანუ რა მიიყვანა ის ამ ფიქრამდე რა და ძალიან ხშირად ძალიან გასაგები ხდება ხოლმე რა რაღაც ეს ხაზები როგორ მივიდა თქვათ ეს ადამიანი ამ აზრამდე ხო ან რატოს ჯერა იმის რომ ჩვენ ქვეყანას დავაქცევთ და ქვეყნის დამაქცევარები ვართ ამ პირიქით რატო გვჯერა ჩვენო პირიქით ქვეყანას ავაშებთ ანუ რა იყო ის გზა რაც მან ამ სიმართლემდე გაიარა და ასევე ძალიან არ ვეთანხმები და ძალიან ზაგს როდესაც ხალხი ბნელიას ამბობენ ხოლმე და მოკლედ ეგ რიტორიკა რა არის აუ ეს ხალხი ყველაფერს მოითმენს ეს ხალხი არის შტერი ბნელი არაფერი არ იციან ანუ ძალიან ყველაფერი ძალიან კარგად იცის რა ჯერა მართლა გულით და სულით მჯერა რომ უბრალოდ რაღაც ადამიანებს როცა რაღაცა მოსაზრება აქვს იქამდე სადღაცამდე მივიდნენ თვითონ და შესაძლებელია რომ ან შეცვალო ის რას ფიქრობს ან გაიგო მაინც რატომ ფიქრობს და ეს გაგება არ ნიშნავს დათანხმებას რა გაგება და მოსმენა არ ნიშნავს იმას რომ ვეთანხმები და რაღაც ხარს ვუჭერა უბრალოდ მოსასმენი არის ერთმანეთის ალგორითმებში გასაღწევია რაღაცანაირად და მარტო დღეს აი რომ გავიმარჯვებთ მაშინ არ მთავრდება ეს ყველაფერი ან მაგის მერე კიდევ ბევრი მოსმენა გვიწევს ერთმანეთის და ამ ბაბლებიდან გაღწევა იმიტომ რომ ისევ ჩვენ ერთმანეთსაც ძალიან ბევრს ვეჯიკავებით ხო ამ პროცესებში და მაშინაც ეს გადალაგება ამ ჩვენი შეხედულებების და კითხვების დასმაზე ღიაობა და იმისი მცდელობა რომ სხვისი ალგორითმით და სხვისი პეიჯით და სხვისი ფორიუთით და სხვისი პერსპექტივით გაიხედა და მიხვდე ის როგორ მივიდა იქამდე ან როგორ შეიძლება მას მიწოდე და მას აზრი შეაცვლო და ძალიან მნიშვნელოვანია სულ ეს არის მოყოლაც და მე მინდოდა თუ რამე კითხვა გაქვთ შეგიძლიათ ან თუ რამე მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე არ მაქვს მოკლედ ჯერ ეს კითხვებზე პასუხები ნაპოვნი ან როგორ ვაგებთ ამ ხიდებს ერთმანეთთან ეს დასჩეხილი საზოგადოება მაგრამ ვიცი რომ ცდილობაში უნდა ვიყოთ მუდმივად რა ეს აი ისევ არა მარტო ქართული ოცნების მხარდამჭერებთან, არამედ ერთმანეთთანაც, იმიტომ რომ ბევრ სხვადასხვა ჯგუფს წარმოვადგენთ ხშირ შემთხვევაში და ეს საპროტესტო აუდიტორიაც საკმაოდ თავის მხრივ ძალიან განსხვავებული ადამიანებისგან შედგება და რაღაცნაირად ერთ ბაბლში უნდა მოვიქცეთ, იქიდან გავიდეთ ამ ბაბლებიდან და წავწაკეთ. მადლობა. ერთად ვიფიქროთ. არაფერი კითხები არ გაქვს. აი მაშინ ისე ვიკავაგრძელებ რაღაცებს ვილაპარაკს. ეგ ძალიან ამოწურავად ვილაპარაკ. დიდი მადლობა, დოდი. მეგობრებო, ვინც არ გვიცნობს, ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, 4 თვეა ამ საქმეს ვემსახურებით.
ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, YouTube-ი, შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ. გვაწერია საპროტესტო აუდიტორია, ასევე ჩვენ დავრეგისტრირდით ასეთი პლატფორმა არის Free Donation-ი და შეგიძლიათ რომ დონაციის სახით დაგვეხმაროთ განვითარებაში. მადლობა რომ გვესწრებოდით მეგობრებო ლექციაზე. ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება, ერთად გავიმარჯვებთ ცეცხლი ოლიგარქიას.